ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადება კეთდება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად თბილისში 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაგავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400,000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა ყურადღებისთვის. პირდაპირ ეთერში უსმენდით ლაშა მაღრაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, რომელმაც განაცხადა, რომ 2 კილოგრამი ბირთვული მასალის ურანის შეძენის მცდელობისათვის დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე.